საუნდობის მეგობრებო, მოკლედ ცოტა ხნით თქვენი ყურადღება მინდა ვითხოვო იმ ცირკთან დაკავშირებით, რომელიც ცირკიც მიმდინარეობს საქართველოში და ამას ცდილობენ რომ დააჯერონ საზოგადოებას, რომ თურმე ყველაფერი კანონიერად ხდება, თურმე ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება და ეს ღარიბაშვილიც იცით, თლათ ისეთი ცუდი ადამიანი არ ყოფილა, როგორიც ამ დღეებში ხოცებმა დახატეს ხალხო. ანუ ეგეთ საშინელებას კი არ ყოფილა კაცო. იმიტომ რომ რაც ბრალი აქვს ახლა წაყენებული ამ ადამიანს როგორც ჩანს ამ ყველაფრიდან, ფაქტი არის ერთი ნათელი და ჯიუტი, რომ ამ ადამიანს კრთამი არ აუღია, ამ ადამიანს თანამდებობით ბოროტად არ უსარგებლია, ამ ადამიანს ესე იგი აღმოჩნდება ის, რომ სახელმწიფო ფული არ მოუპარავს და უბრალოდ თურმე მისი ბრალი ის ყოფილა, რომ მისი ბიზნეს საქმიანობიდან, რომელიც ბიზნეს საქმიანობაც მას გააჩნდა, უბრალოდ გადასახადები დამალა და არაჩვენა თავის დროზე დეკლარაციაში, რომ თურმე ამდენი და ამდენი შემოსავალი ქონდა. თუ არა, დანარჩენი არც ისე საშინელება არ ყოფილა არაფერი და თურმე ეს ცადა ქვეყანამ რო იცოდა რომ ღარიბაშვილს დაჭერას უპირებდნენ და ყველა კუთხეში მაგას ჩურჩულობდნენ და ტელევიზიებში რეპორტაჟები ეწყობოდა, ეს დაუსაბუთებელი ფული, თურმე ეს 6 მილიონი ფული თურმე სახში შეინახა. იმდენი ტვინი არ იყო თურმე რომ სახში ეს ფული არ გაეჩერებია რა. და საინტერესო მომენტი არის კიდე ის, რომ თურმე მანქანები ყოლია კიდე ასევე და ეს 6 მილიონი ხო წაიღო თავრობამ რაც წაიღო, მაგრამ თურმე 1 მილიონის გირაოში გამოუშვებენ და დამთავრდება თურმე კაცო ყველაფერი. რას ერჩით ღარიბაშვილს? რა გინდათ? სახელმწიფოს არ უზარალებია, ბოროტად თანამდებობა არ გამოუყენებია, კრთამი არ აუღია. რა მოხდა? ბიზნესი ქონდა, უბრალოდ დამალა რა ეს შემოსავლები ახლა და კი ამოჩნდა აგერდა აიქს დედაცვადირ. ბიჭო, ვინ უნდა დაიჯეროს? აი მე მაინტერესებს, რომელმა ჩამოყალიბებულმა დებილმა შეიძლება ეს ყველაფერი დაიჯეროს. ვის შეიძლება ეს ყველაფერი ჯერავდეს? ამ დადგმული სპექტაკლის, ამ დადგმული ცირკის და ამ ყველაფერი, არ ვიცი მე, გულის ამრევის, რომელიც ეს დღეები არის მიმდინარეობს. თქვენ კაი ხალხო, თუ ამის გულისთვის ჯიდით ხოცებო, თქვენს თანამებრძოლს, თქვენს თანაგუნდელს, თქვენს ჯიგარ ღარიბას, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა ომს და უბედურებას და პირადად ამერიკის ელჩს გადაეფარა და ეგ ბრიტანეთის ელჩს და რამის თავი გაწირა და მთელი ამბები, თავირგი პატიებიათ ამ კაცისთვის. მისი ბიზნესიდან შემოსული თანხების ასხა დამალა და გადმომალა, ამას ვერ პატიობთ? ამით კაი გასაგებია ახლა იზარალა სახელმწიფომ, მაგრამ გადაიხდეს ახლა ამ ფულს და დანარჩენი ხო ყველა პატიოსნები ხართ, ხოცებო, თქვენი დედა შევეცი მე. დანარჩენს სულ ყველა ქოც დეპუტატს, ყველა ქოც ჩინოვნიკს, ყველას რაც უწერია ემაში, რა ქვია, მის დეკლარაციაში ყველაფერი არის მართალი. რას მელაპარაკებით ხალხო? ნინო იაწილოსანი იმერი სუფთა და იმდენი მილიონები იმას ხნა ყველაფერი მიუდიდა კაპიკაპი. მამის 70 მილიონი რო აპატიეს, ვის ხარჯზე აპატიეს სახელმწიფო ფული, ეს ვერ ხვდები. გამაგებიეთ ვინმე მიზორია ბოზიშვილს და ჩათლახს და კორუმპირებულს და გარეწარს. ამდენი მილიონები რო აქვს ნაშოვი სხვადასხვა მხრიდან, ჯერ ჯარის ძარცვით, მერე იმით, ამის შესახებ არ იცით ხო ხოცებო? და ესე იგი თურმე ყველას პატიოსნათა გაქვს დეკლარაცია შევსებული, ხო? ვინ უნდა გამოადებილოთ ახლა ამით? ვინ უნდა გამოადებილოთ? აი მართლა მაინტერესებს. ისევ და ისევ თუ გამოასწირებთ და გამოადებილებთ, ისევ ეს თქვენ ხოცებს. თქვენ ხოც მადიდებლებს. და რა თქმა უნდა ახლა ამას აღიარებს ღარიბაშვილი კაცო, რა პრობლემაა ახლა ეს უკანონო შემოსავალი. კი არა, კარგი რა, ცუდია, მაგრამ რა უნდა ქნა ახლა ხდება ასე და მილიონ გირაოს ჩადებს და ან ჯგრულად მოიქცა, როგორც ჯიგარ ღარიბაშვილია, არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია, არ გაბოზებულა კაცი.
აი ამის გულისთვის ეძახდით მოღალატეს იმ გას? ამის გულისთვის ლანძღავდით და აგინებდით და აფურთხებდით მთელი საქოცეთი? უშინდელი მაგის გამოყვებილები რო ხართ. აი მართლა მაინტერესებს. ეს იყო თქვენი ამოსავალი წერტილი, კაცო, ამ ადამიანის ლანძღვა გინების? 1 მილიონი ბიჭო? არ ვიცი ზმაო, თქვენ რანაირი სუფთები და რანაირი წმინდანები ყოფილხართ და რანაირი ანგელოზები ყოფილხართ, რომ შემოსავლებს არ მალავთ, თურმე დეკლარაციაში ყველაფერს უთითებთ და თურმე ყველაფერი იმათ ლამაზად გემრი. იქნება ის 2 მილიარდი ლარი იგი პინგვინმა გაფლანგა ჯარიდან 630 მილიონი ზებრამ შეჭამა თუ რა ვიცი რა ეს ფულები აპარა ეს მილიონები თან ათეულობით მილიონები ვისმია. არ ვიცი ზმაო რა იმას არ ვიტყვი ნახეთ არ ვიტყვი დამნაშავეა რა თუნდაც ამ ბრალდებით ამის მეტი რო არაფერი კონდეს გაკეთებული კაი გასაგებია ხო დამნაშავეა გადასახადები დაუმალა სახელმწიფოს კაცო და რაზეა ლაპარაკი შემოკარგებო რა მაგაზე რა პრობლემაა მაგრამ მეტი თუ არ დაუშავებია ამ კაც არაფერი 6 მილიონი ხო წაართვით ის შემოსავალი მილიონს გირაოში ხოდებს და დაანებეთ აპა თავი და ღარიბაშვილი მისჭკუაზე და იქნება გემრიელად და გააგრძელებს ცხოვრებას აი პასპორტს რაღაც ართმევთ всё მორჩეილა და დამთავრებულა ყველაფერი სამსახურეობრივი ბოროტად გამოყენება არაფერი არ ყოფილა სახულ კაი სცენარი გაქვთ მოფიქრებული იქ მერე ის ირმაინაშვილი გამოარდნილა და ერთი წივილკივილი აუტეხია ირმუშკას რომ ისო რა ქვიაო თურმე მასე კი არ არისო საქმეო ხალხო დაარწმუნესო ბიძინა ივანიშვილიო რომ ამერიკელებსო შეეკრაო ღარიბაშვილიო და უღალატაო ღარიბაშვილიო ცუდი კაცი კი არ იყო ჯელდაბარაჭერს აუახერს ღარიბაშვილიო ცუდი კაციო კი არ იყო ხალხო ამას ეს კობახიზის კლანმა გააკეთა ყველაფერი ვერანაირად ვერ დამაჯერებს იმას რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ღალატში მონაწილეობდა მის ბავშვობიდან გამოზრდილი ლეკვი და ბიძინა ივანიშვილის დაღუპვა უნდოდა ვისიც მოვიდა ვიზეც ლოცულო დილაშვა დღეს საღამოს მაგრამ აქ ერთ საინტერესო რაღაცა იკვეთება იცით აი ერთი ძალიან საინტერესო მომენტი იკვეთება რადგან მე როდესაც ახლა გადავხედე ამ ესე იგი ამ ყველაფერს რა მოხდა იცით კოცებში რო არის განხეთქილება და კოცები რომლებიც ბორტს მიღმა დარჩნენ ვისაც შეთავაზეს რომ აი შენ უნდა უпростоრად ან გეგმის მიხედვით ესენი უნდა დარჩენილიყვნენ ბორტს მიღმა და კოცების სატელიტები და კარმუშკები დაუხურეს ვის იცით კოცებში არსებულ ეგრეთ წოდებულ კონსერვატიულ ფლანგს რომლებსაც რუსეთთან კავშირებში მოიეჭვებდნენ აი ამ ხალხს დაუხურეს ეს კარმუშკები ამ ვითომ ექსპერტებს ამ ვითომ პოლიტიკოსებს აი ამ ვითომ მხარდამჭერებს და საქმე რაშია იცით მე არ გამორიცხავ ესეთ რაღაცას რომ თვითონ ღარიბაშვილიც სხვათა შორის როგორც ესენი იძახოდნენ რომ პირადად დაუპირისპირდა მაშინ ამერიკის ელჩის მოთხოვნას და ამერიკის ელჩს პირადად განუცხადა უარი ომში ჩართვასთან დაკავშირებით დღესდღეობით დასავლეთიდან ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ რომ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ფრთა ჩამოცილებული იქნას ქართულ პოლიტიკას თუ უნდა მისი ფული მიიღოს ან რა სხვა რაიმე პოლიტიკური პრეფერენციებიდან გამომდინარე ახლა არ ვიცი სიმართლე გითხრას ზუსტად ამაზე მე თავს ვერ დავდებ მაგრამ ნახატი აი ესეთი ნახატი ეწყობა რომ ზუსტად ის კლანი არის დარტყმის ქვეშ
რომელი კლანიც იყო ქოცებში ეგრეთ წოდებული ქოცი კონსერვატორები. თქვენ ხო იცით ქოცი კონსერვატორი რაც წარმოადგენს? რო კითხო რომ მართლმადიდებელია, რო კითხო რომ ღმერთი წამს, რო კითხო რომ ეკლესიაში დადის, რო კითხო რომ რუსეთთან დიალოგზე თანახმა, რო კითხო რომ ჯიგრები არიან, გეი პარადებს წინააღმდეგებიან და ისეთი საქართველო უნდა. აი ამ კლანის ჩახსნა ხდება და ხდება პირიქით ლიბერალისტული კლანის გაძლიერება, რომელიც აი კობახიძის და მისი სანაგვიის აი სუსის მეთაურის წყალობით ხდება, აი ამ კლანის აყვავება. თვითონ შიგნით ქოცობაში, ქოცების ბუნაგში. ხო და არ ვიცი სიმართლე გითხრა, ეს პოლიტიკური თამაში როა და პოლიტიკური სიბინძურე როა, ამაში ეჭვი არ მეპარება. აქ რო ამას სამართალთან არაფერი შეხება არ გააჩნია, თავისთავად ამაშიც ეჭვი არ მეპარება. იქ ვიღაცას რაღაც 500 ლარად ტყე მოაჭრევია ტყეში და კრთამში ჩაუთვალეს და 12 წლიანი სროკები მიარტყეს და აგერ ამას მილიონები აქვს დამალული სახელმწიფოსთვის, მაგრამ გათშვილი არ მოთხოვს პასუხს. ასე ახლა მეგობრებს ყველაფერი დანარჩენს კანონია, ასე გვარდება ეგ საკითხები საქართველოს, ასე გვარდებოდა და ასე გვარდება საქართველოში ყველაფერი, მაგრამ არ გამოვრიცხავ მე იმასაც, რომ არ ვიცი ახლა სიმართლე გითხრათ ძალიან მარტივად არ მოხდება ღარიბაშვილის უახლოეს პერიოდში ღარიბაშვილის პოლიტიკური რეინკარნაცია ეს არ მჯერა, იმიტომ რომ იმდენად შეურყიეს ავტორიტეტი და იმდენად გაუთახსირეს ავტორიტეტი, ასე უცებ მისი რეინკარნაცია არ მოხდება. ახლა ღარიბაშვილი პოლიტიკურად მოკლეს და პოლიტიკურად გაანადგურეს ქოცებმა თავიანთ რიგებში. შეულახეს ავტორიტეტი, შეალახიეს სხვას, თავისივე ხელით გამოკვებილ ლეკვებს დააგლეჯიეს თვითონ შიგევე პარტიაში, იგივე გამправებლების ინსტიტუტის თანახმად და აქედან გამომდინარე კარგახანი ვერ მოხერხდება ამ ადამიანის რეაბილიტაცია, მაგრამ თუ აღმოჩნდება ის, რომ ღარიბაშვილს მეტი დანაშაული არ მიუძღვის ამ ყველაფერში, აი ქართული პასპორტი ჩამოურთვიეთ და ალბათ ფრანგული პასპორტი ექნება კიდე შენახული კაცო, მაგრამ მაინც გაუკეთებიათ ეს თურმე არ დატოვოს ღარიბაშვილმა თურმე ქვეყანა და არ გაიქცეს სადმე და ვის დაუტოვებს ამ ხელაქონება საკითხავი ან სად უნდა წავიდეს. მაგრამ საქმე რაშია ხალხო იცით? დრო როდესაც გავა და ღარიბაშვილი იქნება დადანაშაულებული მხოლოდ და მხოლოდ იმ ამბავში, რომ თურმე მან და მისმა ოჯახმა უბრალოდ თავისი ნაშრომ ნაღვაწი ბიუჯეტში არ გადაიხადა, ეს მაინც ისეთი ბრალდება არის ახლა საქართველოში ყველა მიცის, რომ აქედან რეაბილიტაცია შესაძლებელი არის და ალბათ მოახერხებენ ამ ყველაფერსაც მარტივად ყველაფერი დაავიწყდება, უამრავი გამправებლური რაღაცა იქნება ესეთი რაღაცა, რომ ღარიბაშვილი პატიოსნად ემსახურებოდა ქვეყანას ჯერ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მერე როგორც პრემიერი, მერე კაცი წავიდა, ძმაო, ხო წავიდა, სახში ხო გაუშვით ეს კაცი. და ხო 10 წლიან გეგმებზე ლაპარაკობდა წინა დღით და მეორე დღეს გამოვიდა და მადლობაო და ახლა მე ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს, 2015 იყო თუ რომელი იყო, გადადგა კაცი და წავიდა. და წავედიო, მე გადავდექიო და ჩემ ოჯახს უნდა მივხედო და საქმეს მივხედო და წავიდა კაცი ახლა და ხედავდა ბიზნესს, ხედავდა თავის მეურნეობას, ყველაფერს აწყობდა და მე როდესაც გაუჭირდა ქოცებს, დიდ ოჩოპინტრეს რო გაუჭირდა, აპა მოდი ღარიბაშვილი, ახლა შენს მეტი იქეთ გზა არ აგვაქვს, საშველი არ აგვაქვო, გახარია გვიღალა და ამან გვიქნა, იმან გვიქნაო და ესე იგიო შენ უნდა დაბრუნდეო და დააბრუნეს, კაცი გაშვებული კაცი დააბრუნეს. ჯერ თავდაცვის მინისტრად, მერე პრემიერ-მინისტრად, თანაც ისეთ რთულ პერიოდში, როგორ რთულ პერიოდშიც ქვეყნის ჩათრევა მართლა უნდოდა ომში და მართლა მოსალოდნელი იყო ომი და უბედურება და ის და შემოკარგებო ეს ყველაფერი ასე კაცმა პატიოსნად მოიხადა ერის და ქვეყნის წინაშე და თქვენ
რა გინდათ ახლა ანგელოზი და წმინდანი ვინა მისი ნაშრომიდან აღვაწი როცა ის წასული იყო დაუმალა სახელმწიფოს დიდი ოჯახი აქვს შეიძლება იქ მე ამ ბავშვს დაბრალდეს ან მამას დაბრალდეს ის რო ყავს რა ქვია 34,000 ლარიანი პენსიონერი და ასე გამოათეთრებენ და შექმნიან ოპოზიციას და იქნება ეს ოპოზიციური ძალა ქოცები უკვე დვა კი არა უკვე ქოცები 3 ასე რომ ვთქვა შეიძლება 4 იმიტომ რომ ერთი ქოცები აბორიგენი ქოცები არიან მეორე ქოცები ხალხის ძალას რო უძახიან ისინი არიან მესამე ქოცები და ყველაზე ბინძური ქოცები ესენი არიან გახარიას პარტია მეოთხე ქოცები ესენი იქნებიან და გაგრძელდება რა ცხოვრება და გემრიელად იქნება სეთურიც იქ ზემოთ მშვიდად წყნარად რომ ავტორიტეტ გათახსირებული ღარიბაშვილი ეყოლება ოპოზიციაში და უამრავ კომპრომატს წამოაძახებენ და გაგრძელდება ეს კლოუნადა ამ ყველაფერში გეუბნებოდით მე რომ ქვეყანაში სადაც შესაძლებელი არის გიგი უგულავას რომელსაც 50 მილიონი ჭამა არაფერი მოეთხოვოს პასუხი სააკაშვილზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს ბოკერიას საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს ხაზარაძეზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს რომელიც თურმე ხაზარაძე მე 12-13 მილიონში აზარალა ქვეყანა მარტო ის რა ქვია ანაკლიის სპორტში და იმაში და ისე იჯდა ციხეში და ისე გამოვიდა ციხიდან თურმე კაცშვილს არ გაუგია მაგრამ თურმე მოუხდია ისა რა ქვია სასჯელი არც იმას უდია პასუხი არავის უდია პასუხი აბა ღარიბაშვილმა რაზე უნდა აქვს პასუხი არ იყო მოსალოდნელი მისი დაპატიმრება და მე ასეც აღმოჩნდებოდა თუ ღარიბაშვილმა ბაბუკ რთამი აიღო თუ ღარიბაშვილმა ფულები ჭამა ღარიბაშვილი იყო ამ სისტემის სახე წლების მანძილზე და გამოდის რომ ღარიბაშვილის გვერდით მდგომი ადამიანები ყველა კორუმპირებულები იყვნენ და თვითონ ეს თავრობა იყო კორუმპირებული ახლა გამოდის მაშინ ბიზნეს კორუმპირებული ყოფილა მაშინ ქოცების კორუმპირებული ახლა ღარიბაშვილის დაუბრა საკუთარი თავის დაუყვას ნიშნავდა და აი ეს მოხდა რა ყველა არის ახლა კმაყოფილი ალბათ ღარიბაშვილიც კმაყოფილი არის ასე რომ გამოძვრა ხო და აქედან გამომდინარე ჩემო კარგებო ყველაფერი იქნება როგორც ინდურ ფილმებში არის ამას მე ვფიქრობ რომ ამას ხალხმა სერიოზულად არ უნდა მიაქციოს ყურადღება ეს არ უნდა აღიქვას ხალხმა სერიოზულად ეს არის ჩვეულებრივი დიდი იმ ცირკის და იმ თეატრალიზირებული წარმოდგენის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი რასაც ჩვენ უკვე დავიჩვიეთ ამ ქვეყანაში 35 წელიწადია კარგად უნდა იცოდეთ რომ ქვეყანაში და მართლა დამნაშავეები ვინც იყო და მართლა ვინც ქვეყანას მოუტანა უბედრო მე რომ უფრო ღარიბაშვილი დამნაშავე არა ღარიბაშვილიც იმ ჯაჭვის ნაწილია და იმ ესა რა ქვია იმ უბედურებაში აქვს თავი გაყოფილი რომელ უბედურებაშიც კონცეფტს თავი აქვს გაყოფილი ამ ყველაფერში და ახლა მაინც ყველაფერი შეწონადობითია თუ კი წმინდა ბიზნეს შეუძლია რომ აი მასკნას რა ქვია ათასობით დამნაშავეს ხელი დააფაროს და კოჰაბიტაცია გამოაცხადოს მაინც რატო არ შეუძლია მის გამოზრდილ წუპაკს დააფაროს ხელი რატო არ შეუძლია მე კიდევ ვთვლი რომ ძალიან მარტივად შეუძლია და არავინ არ დაისჭირდა ქალბატონო ჩაგაბარონ არ ხდება მასე ვინც ჩაგაბარებს რომელ თანამდებობასაც რომელ ქონებასაც იქნება თუ რასაც შენით არ მიაღწევ და ვიღაცა რაღაცას ჩაგაბარებს ყოველთვის იქნება ჩამბარებლის მარტული ადამიანი პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც ადამიანმა თუ გინდა პიროვნული თავისუფლება შეინარჩუნოს და თავისუფლება შეინარჩუნოს შენ გადაწყვეტილებაში მაშინ ამ ყველაფერს უნდა მიაღწიოს შენი ნიჭით შენი შრომით და შენი ბრძოლით და საქართველოში საკუთარი ნიჭით და საკუთარი შრომით და საკუთარი ბრძოლით არაფერი არ მიიღწევა. საქართველოში მიიღწევა პატრონი, კაცის კაცობით მიიღწევა ყველაფერი. ამიტომ არ ეშველება ამ ქვეყანას არაფერი, სანამდე საქართველოში იქნება გაბატონებული ნეპოტიზმი. სანამდე საქართველოში იქნება გაბატონებული ესეთი კლანური მმართველობა. მანამდე იქნება ესეთი ცირკები, მანამდე იქნება ესეთი თეატრები და ეს დადებილებული ხალხი ქოცები რო დარბიან და კანონის წინაშე ყველა უზენაესი. ქოცი რო ამას იტყვის ბიჭო.
ქოცი რო იტყვის იმას ხა ქოცს რო ტვინი არა აქვს, ქოცს რო აზროვნება არა აქვს, ქოცს რო შეგნება არა აქვს, ამაზე არა ამაზე საუბარი. ქოცს ღირსება რო არა აქვს, არც ამაზეა საუბარი. არაფერი რო არ გააჩნია, მაგრამ აქეთ რო გიმტკიცებს, რომ თურმე საქართველოში კანონი და სამართალი ფუნქციონირებს და მუშაობს და ყველა აგებს პასუხს და ამ დროს გეუბნებიან, რომ ვიღაცამ 500 ლარი აიღო და ის უნდა იჯდეს 13 წელიწადი ციხეში და აგერ ამან გადასახადები დაბალა და მილიონს გადაიხდის და გამოვა გარეთ, აი პრობლემა არა. ახლა შენს გადახედავ და იტყვი, რომ ხო, ახლა ჩინოვნიკია და ვისა არ უშოვია ფული თავრობაში რომ მევიდა და ესეც იშოვიდა და ამ გაგებით ამ ქვეყანას არაფერი არის შველი. ძალიან დიდი ცირკი არის, უბრალოდ დღეს ძალიან დავიღალე თავი არ მაქვს სხვა რამე დეტალურად რო გესაუბროთ და ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. უბრალოდ ეს არის ისეთივე თეატრალიზირებული წარმოდგენა, როგორი თეატრალიზირებული წარმოდგენასაც ვართ მიჩვეული მთელი ამ ხნის მანძილზე და არაფერი არ იცვლება ამ ქვეყანაში და არ გქონდეთ თქვენც არანაირი ცვლილებების მოლოდინი. ტელევიზორში რა ინფორმაციაც ვრცელდება, არა აქვს მნიშვნელობა მას TV იმედი გაავრცელებს, ამას TV პირველი გაავრცელებს, ამას ფორმულა გაავრცელებს თუ საზოგადოებრივი თუ რუსთავი 2, ესენი ყველა აბსოლუტურად იმართება ერთი ცენტრიდან, ეს არის სუსის ღია წყაროების სააგენტო, რომელიც ყველას აძლევს შესაბამის ინფორმაციას, რომ საზოგადოების ძირითადი მასა, ვინც ტელევიზორზე არის მიჯაჭული, ერთმანეთთან მუდმივ ასე კამათში, კინკლაობაში, ყიყიყაღანში იყოს და ამით იყვნენ დაკავებული და რეალურად ამ ღორიე წყალში ყველა აკეთებდეს თავის საქმეს შვენივრად და გემრიელად. ეხლა თქვენ თუ გონიათ, რომ TV პირველი ოპოზიცია, თქვენ თუ გონიათ, რომ ფორმულაც ოპოზიცია, არ ჭირდება სისტემას. ლიცენზია შეუჩერებენ და მთავრდება. ყველაზე აქვთ მინიჭებული ესა რა ქვია, თავისი როლი. ამ როლში არის ამ ერთ სისტემაში არის აქეთ ნაცი, იქეთ კოცი, სიმართლე არის საერთოდ სხვაგან, ქვეყანა არის საერთოდ სხვაგან, სამართალი არის საერთოდ სხვაგან. და მიდის რა. შეგვეთ. ცრუთა ქვეყნის მოქალაქეებო. ესაა ცრუთა ქვეყანა. რაც არ გვაკლია საქართველოში, ეს არის ჭეშმარიტად ის, რომ ბრაზილიური სერიალები იქნებოდა, ეს ვენესუელური თუ მექსიკური სერიალები, მე თურქული სერიალები გამოჩნდა. ამათ ყველაფერს თავი რო დაანებოთ, ეს რეალიტი შოუ, რომელიც რეალიტი შოუც ქართული პოლიტიკის სახით გრძელდება, ყოველთვის არის უფასო. თუმცა უბრალოდ ბოროტი ცირკია. ბოროტი ცირკია, სასაცილო იქნებოდა, რომ ეს სატირალი არ იყოს ყველაფერი რა. და ხალხმა სანამდე ეს მოხდებოდა, უკვე ერთმანეთი დაჭამეს. დაჭამეს ერთმანეთი. ოჯახის წევრები გადაიგიდნენ ერთმანეთს, მეგობრები გადაიგიდნენ ერთმანეთს. გამოავლინეს სულმდაბლობა, ჩათლახობა გუშინდელი მათი მეგობრის მიმართ, გუშინდელი მათი მამამარჩენალის მიმართ. ეს ძალიან კარგად ჩაჯდა ამ სცენარში. როდემდე ზვიადი იქამდე, სადამდე ეს ნაბიჯვარი ძალები იქნებიან ხელისუფლებაში, იმიტომ რომ თუ ხალხი პერიოდულად არ ყვები ესეთი ზღაპრებით, ხალხს შეიძლება გაუჩნდეს მერე აზრი, რომ რატო ვართ ამ დღეში და შეიძლება მთავრობისკენ გაიწვიოს და სისტემისკენ გაიწვიოს, რომ რა ვიცი თქვენ რა შავსალაროებს აგროვებთ აქ და ეს ჩვენ შიფშილით გვდებით. ეს რო არ მოხდეს, სექტებად დაყოფილია ქვეყანა, იქ ბიძინისტები, იქ მიშისტები, იქ ღარიბიშვილისტები გამოხდებიან, იქ გახარიასტები არიან, იქ ლილოელები არიან, ლელოელები უკაცრავად. არ მინდა ქალბატონო, რა ძალიან გთხოვთ რა, არ მინდა რა ეს ჭკვის სწავლება, რომ თურმე უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სიკეთე გავაკეთო ეხლა. მასე მიწერს სადა ქვეყანა საქმეზე რომ მიდგება, რა ვიცი არ გავახსენდები რა და არ მინდა რა ეს 10 ჯერ მაქვს გავლილი საქართველოში ყველაფერი მაქვს ნაცადი და კარგად ვიცი საქართველოში მხარდაჭერა როგორი იცით, გვერდში დგომა როგორი იცით, არ მინდა ეხლა სხვანაირად მიიღოთ თქვენ პირადად ან გეჭუბებოდეთ ან აგრესიულად მიიღოთ, მაგრამ გეუბნებით რომ იმას რასაც თქვენ მეუბნებით, ასე მეუბნებოდან ყოველთვის და საქმეზე რომ მიდგა მისა და იმალა კაციშვილმა არ იცის. საქართველოში უყართ ფულიანი ხალხი. თუ ფული არა გაქვს, ბაბა, კაცი შვილი
არ დაგიჭერს მხარს. მოაშორეთ ბიძინა ივანიშვილის ფული. ერთ დღეში მის ზებრას და მის პინგვინს არ ეყვარება. ასეა გაწუწკებული და ასეა დეგრადირებული და გადახსირებული საზოგადოება. ეგ არის. არ არსებობს ზვიადი არანაირი ოპოზიცია, ცხონებული ზვიადგამსახურდი ამბობა იქნება 1000 პარტია, ყველა იქნება ერთიო კაცო. არ არსებობს ეს ოპოზიცია. ელემენტარულ შეხედეთ ხალხო. აიღეთ ნაცები რაზე აგინებენ ბიძინა ივანიშვილს ვერ გამიგია, როცა ივანიშვილის ხატზე უნდა ლოცულობდნენ. სანამ ნაცობდნენ და სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ივანიშვილმა დააფინანსა მაგათი რევოლუცია. ის 9 წელი ივანიშვილმა აფინანსა. მერე როდესაც შეცვალა ივანიშვილმა, როგორც კრუხი წიწილებს გადაეფარა. უთრია ბაწად 13 წელიწადია და 13 წლის შემდეგ, მმართველობის შემდეგ, გასამართლებად ჩათვალა ის, რომ აპირებს გაშვებას იმაზე, რა ქვია, ნაცების დამსახურებულ პენსიაზე, რომ მათ უბრალოდ დაეკრძალებათ პოლიტიკაში მოღვაწეობა. ამ ხალხს ეძახით თქვენ ოპოზიციას და ამ ხალხს ეძახით თქვენ ხელისუფლებას? ხალხს, რომელზეც შეიძლებოდა 10,000 ბრალდება წაგეყენებია. ქართველი ერის გენოციდისთვის. ასე გამახლა. ევროპა ვერ იტყოდა თურმე, რომ თანამშრომლობდა კრიმინალებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კოჰაბიტაცია იყო საჭირო, სამართლების სახე შეუნარჩუნეს. პირველი სიტყვები დაგავიწყდათ თქვენ? როგორც კი მოვიდნენ კოცები, ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა, ეს ქართული დემოკრატიის და ქართული ოცნების ამოცანა. გადაარჩინეს. გადაარჩინეს. გახსნეს კუბო, ამოიღეს მკვდარი, გაბანეს, ჩვეულებრივად ურდალაკათ აქციას და გამოუშვეს ისევ. ჩაატარეს პოლიტიკური ნიკრომანტია. ეგრე ნაცმოძრაობა. ასეა ეს და ხალხს ჯერა, რომ ესენი ხელისუფლება და ოპოზიცია. ტყუილის მეტი საქართველოში არის მის არაფერი, თავარი არის უბრალოდ მივაგნოთ ამ ტყუილის სათავეს და მიზანს. ძირითადად სათავე ყოველთვის არის უშიშროების სამსახური, მაგრამ მიზანი რა არის და მიზეზი რა არის ამ ტყუილის, ესაა ამოსახსნელი და ვზივართ ახლა ასე და უყურეთ ამ ყველაფერს, მთელი ჩვენი ცხოვრებაა სამწუხაროდ. ასეა, ვინც და ისჯება სამართლიანად ხალხი, რომელმაც უღალატეს ეროვნულ ხელისუფლებას და მასამ, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი ხელისუფლება, ეხლა ღებულობს დამსახურებულად იუდას გზაზე, რომელიც ცხოვრების წესად გაიხადა მასამ, იუდას გზაზე ღებულობს იმას, რასაც იმსახურებს. ამის თქმა მინდოდა. დანარჩენზე მე დეტალურად გავარჩევთ ამ ყველაფერს. რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, 1000 უბედურებები გვინახია ჩვენ ამ ქვეყანაში და ახლა 7 მილიონის დამალვა, თავისი ნაშრომის დამალვა თუ არის მარტო ყარიბაშვილის ბრალი, არც ისეთი ცოდვები არ ქონია თუ ჩვენ ოფიციალურად ვიმსჯელებთ ამ ყველაფრით. არაფერი ისეთი ცოდვები, ქრთამი არაა აღებული, თანამდებობა ბოროტად არაა გამოყენებული, სახელმწიფო ქონება არ არის მიტაცებული. რა ვიცი, მისი ნაშრომი აქვს დამალული რა, ენანებოდა ალბათ იმას. გადახდა ფულების ბიუჯეტში. ეგრეა. იტყვიან მე რომ მიჩი აქვს გატეხილი ახლა და საზოგადოების თვალში ღარიბაშვილი ნიველირებ, რომელიც საზოგადოების ადარჩა საქართველოს საზოგადოება. ფულზე დამწარებული ბრბო და ამ ბრბოს სათავეში ელიტარული ჩათალახები საზოგადოების, რომელი ელიტარული ჩათალახების გუშინ ერთთან იყვენ კახტბებად მიყიდულები, დღეს მეორესთან არიან კახტბებად მიყიდებული ზეგ ამ საზოგადოების თვალზე არის ლაპარაკი. საშუალო. კარგად ზანდებოდეთ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, გაიხარეთ ძალიან მოკლედ ვეცადე რომ ეს სცენარი ამეხსნა რა.